როგორი ფიქრი ეკრძალება ქალს? Რა თქმა უნდა, ეკრძალება გადამეტებული ნათქვამია ნახევრად ხუმრობით, თუმცა შეიძლება ვთქვათ სხვანაირად, როგორი ფიქრი არ არის რეკომენდებული ქალებისთვის. პირველი, როდესაც თავი არ მიგაჩნია სიყვარულის და აღიარების ღირსად. ასეთი ფიქრი უნდა მოსპო ჩანასახშივე, უნდა იმუშაო საკუთარ თავთან, უნდა იმუშაო სარკესთან. სარკე იმიტომაც არის მე მგონი შექმნილი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩაიხედო და თმა დაივარცხო, არამედ ხშირად იმიტომაც რომ საკუთარ თავს ხშირად ჩახედო თვალებში და დაელაპარაკო გულწრფელად. ამაზე ერთგული მეგობარი იშვიათია და მე მგონი არ არსებობს სამყაროში, ამიტომ საკუთარ თავს ხშირად უნდა ჩახედო სარკეში და უთხრა რომ შენ ხარ სიყვარულის ღირსი, შენ ხარ აღიარების ღირსი და შენ ამას აუცილებლად მიიღებ სამყაროსგან. პირველი, მოკლედ დაიმახსოვრეთ რომ არის ეს. მეორე, ეს არის ნეგატიური ფიქრები დედაზე. მიუღებლობა დედის, მისი გაკრიტიკება, მისი გაკიცხვა, მუდმივად მასთან პაექრობა. ეს არ არის კარგის მომტანი თქვენთვის. ბევრი დედა არ არის სამწუხაროდ იდეალური, მეტიც ვიტყოდი, ცუდი დედებიც არსებობენ, თუმცა ეს თქვენთვის შეღავათი არ არის. მათთან მუდმივი კონფლიქტი ეს თქვენი ცხოვრების ისეთი იარა და ტრავმაა, რომელიც ყველაფერს გაგიუბედურებთ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობაში. ისევ თქვენივე უსაფრთხოებისთვის, თქვენივე თავისთვის, ჩემი რჩევა, შეეშვით დედას, შეეშვით მასთან კონფლიქტს, მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის, საკუთარი უსაფრთხოება დაიცავით, თუ ვთქვათ, ის რაღაცა ცოტა ისეთი ნარცისი და მოძალადე მშობელია, მაგრამ შერიგდით მოკლედ მშობელთან და ყველაფერი დაალაგდება. მესამე, შეეშვით საკუთარ სხეულს. მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის, იმიტომ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი თავი, თქვენი შინაგანი ქალი, დააკავშიროთ იმ სხეულთან, რომელშიც თქვენ არსებობთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ქალი არის თავისებურად საინტერესო ვიღაცა სხვა ადამიანისთვის, ხო? ამიტომ აი ამ ქალურობის გამოცალკევება სხეულისგან ხშირ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ ქალი საკუთარ თავს რაღაცნაირად თითქოს კარგავს. აი ის არის ნამდვილად შინაგანად, არის მასში ეს ქალურობა და სადღაც დაკარგულია, იმიტომ რომ უარი თქვა ამ ქალურობაზე რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მუდმივად საკუთარ თავს ესე სტანჯავს და სულმუდმივად ძიძგნის. კომპლიმენტები გაუკეთეთ ხოლმე ხშირად საკუთარ თავს და მე სხვა ადამიანებიც გააკეთებენ ამ კომპლიმენტებს. თუ არც გააკეთებენ, არც ეგ არის კიდე პრობლემა, რადგან თქვენი თავი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ის, ვინც ხართ. არ გჭირდებათ არავის დადასტურება ამისთვის. ამიტომ ამ შემთხვევაში აი ეს ნაწილი ფიქრის, აი ესეთ ფიქრების თავიდან მოშორება ასევე ძალიან დაგეხმარებათ. გაუკეთეთ ხოლმე საკუთარ თავს საჩუქრები, მიიღეთ საჩუქარი სხვისგანაც, ეს პრობლემა არ არის, თუ ჩათვლით, რომ ის ღირსეული ადამიანია, თუ უღირსია, არ მიიღოთ ასეთ საჩუქარი და უთხარით საკუთარ თავს, რომ თქვენ დაიმსახურეთ კარგად ყოფნა. შეეშვით ჯერ სხვაზე ზრუნვას და მე საკუთარ თავზე ფიქრს. ჩვენმა კულტურამ, ხშირ შემთხვევაში რელიგიამაც ეს დაგვასწავლა, რომ ქალი უნდა ჯერ სხვაზე ზრუნავდეს და მე საკუთარ თავზე. ეს არასწორი და მცდარი აზრია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ თქვენ ხართ და მე არის სხვა თქვენ ცხოვრებაში, თორე სხვის ცხოვრებაში ჯერ ის სხვა არის და მე კიდევ სხვა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება, რომ უპირველესად საკუთარ თავს ეცით პატივი, საკუთარ თავზე იზრუნეთ და თქვენი გარემოცვა ავტომატურად იქნება კმაყოფილი. მეცაც გეტყვით, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთმა ქალმა იცის, რომ ჩემი ცხოვრება არაფერია, ჩემ ცხოვრებას მე შევწირავ შვილებს. ასეთ დროს მინდა იცოდეთ, რომ შვილები არიან ძალიან უბედურები. შვილები ბედნიერები არიან პირველ რიგში მაშინ, როცა დედაა თვითონ ბედნიერი. და მე რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ ბედნიერი ხართ, თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რაც თქვენს ძალებს არ აღემატება შვილებისთვის. მაგრამ როდესაც თქვენ საკუთარ თავს უარყოფთ და ეძლევით, ასე ვთქვათ, შვილს, ასეთ შემთხვევაში შვილები ხშირად ძალიან უბედურები არიან ხოლმე და მე ვისმენ ასეთ ისტორიებს, ძალიან ბევრ ამბებს წერით თერაპიის კურსზე და უცნაურობა გამოდის, რომ მშობელს უნდა კარგი რაღაცის გაკეთება შვილისთვის და გამოუვიდა ყველაფერი უყუღმა. კიდევ ერთი
შეეშვით გარემოცვაზე მუდმივ შფოთს და წუხილს და იქნებით ჰიპერმზრუნველი მშობელი, დედა. რადგან ამ შემთხვევაში თქვენ აი ესეთ ენერგიას სამყაროდან ეძახით თქვენთან. აი რაღაცა თქვენი შფოთვა ეძახის ენერგიას, რომ მოდი მე ეს შფოთვა მჭირდება. ამიტომ შეეშვით, იმიტომ რომ თქვენ საბოლოო ჯამში მიყევით გეგმაზომიერად დააკეთეთ ის, რაც თქვენ ძალებშია. რაც თქვენ ძალებში არ არის, ამის ძალაუფლება თქვენ უბრალოდ მაინც არ გაქვთ. როგორც არ უნდა იზრუნო შვილზე, რაც არ უნდა იფიქრო, შეუძლებელია რომ მასზე ასე ვთქვათ, სრული კონტროლი დაამყარო. და თუ დაამყარებ, ეს მეორე უბედურებაა, რადგან მას პიროვნებას წაართვევ. ამიტომ ასაკიდან გამომდინარე, ასაკის შესაბამისად დედამ უნდა სცადოს, რომ გაუშვას შვილი ცოტა უფრო შორს და ამ შემთხვევაში თქვენი შფოთვა, თქვენ ცხოვრებასაც ავაფუჭებს, ხარისხს უკარგავს და თქვენი გარემოცვისასაც. და ერთი გავრცელებული შიში, რომელზეც ბევრჯერ მომისმენია წერით თერაპიის კურსზეც, რომ ხშირ შემთხვევაში რატომღაც უფრო მეტად ხშირად ქალებს ეშინიათ არ დაავადდნენ სიმსივნით. ეს ცუდი ფიქრია, რა თქმა უნდა, ამას თავისი ღრმა სხვა მიზეზები აქვს, ამაზე ახლა ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ მე გირჩევთ ეს ფიქრი უბრალოდ ამოაგდოთ თავიდან. როგორც კი თქვათ მსგავსი აზრი აგეკვიატებათ, იფიქრეთ როგორ დაამუშაოთ, არსებობს ძალიან მარტივი ტექნიკა, ერთგვარი პროვოკაციული ტექნიკებიც არსებობს. მე ხშირად ვთავაზობ ხოლმე მსმენელებს ამ ტექნიკას, თუმცა ეს არის ძალიან ცუდი მავნე ფიქრი, რომელიც თქვენ უბრალოდ თავიდან უნდა ამოაგდოთ. კიდევ ერთი, რასაც საკუთარ თავს ხშირად უკეთებენ ხოლმე ქალები, არის ის, რომ ისინი თრგუნავენ საკუთარ ემოციებს, საკუთარ გრძნობებს და არ აძლევენ გასაქარს. ან ეს ყველაფერი არის ძალიან ჭარბი, ან უბრალოდ არ აძლევენ ამ გასაქარს. აი ეს გასაქანი ამ ემოციების ვერ გამოხატვა და გარეთ ვერ გამოტანა პრობლემაა ხოლმე საბოლოო ჯამში ქალებისთვის. ეს შიგნით იწყებს მერე ჩვენს ჭამას, აფეთქებას და ჩვენივე სხეული ხდება ჩვენი მოწინააღმდეგე. ამიტომ მიეცით საკუთარ თავს ემოციის, აზრის, გრძნობის გამოხატვის საშუალება. თქვენი აზრი ყოველთვის უნდა გამოხატოთ. ხშირად აი მე ვაკვირდები ხოლმე სუფრასთან სხედან ქალები და კაცები და კაცები ძირითადად ეს აქტიურობენ, ქალები ჩუმად სხედან თითქოს საკუთარი აზრის გამოხატვის ერიდებათ. ანუ ესე არ არის. არ არის აუცილებელი რომ მარტო ქალების წრეში გამოხატონ ქალებმა საკუთარი აზრები, ხო? ნებისმიერ წრეში ეს თანასწორი არის, ქალი-კაცი თანასწორი ორი ერთობაა, როცა აბსოლუტურად იდენტური შესაძლებლობები გვაქვს ორივე სქეს და აბსოლუტურად იდენტური გამოხატვის უფლებაც, ასე ვთქვათ რა. ეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ იმ საუკუნეში, როდესაც ქალს სიტყვის თქმის უფლება არ ჰქონდა. და ეს ჯოჯიკი და მისი ცოლი და შუშანიკის დრო რასაც წარსულს ჩაბარდა. თუ თქვათ ასე გიგზალავენ აზრის გამოხატვას და შენი აზრი არ გვაინტერესებსო, ვინმე გეუბნებათ, უნდა იცოდეთ, რომ მაშინ აქ სიტუაცია რადიკალურად შესაძლებელია და ამაზე უნდა იფიქროთ. და კიდევ ერთი ბოლო ხშირ შემთხვევაში ქალებს წვენიათ საკუთარი სექსუალურობის. რამდენადაც კაცები ჩვენ სტრაბახით და სიამაყით ვლაპარაკობთ ხოლმე ჩვენ სექსუალურობაზე და ეს კულტურაში არ ითვლება ცუდ ტონად, ქალებს საკუთარი სექსუალურობის გამოხატვის რწვენიათ. ამაში პრობლემა არაფერი საერთოდ არ მგონია რომ იყოს, იმიტომ რომ სექსუალურობა ადამიანს ან აქვს, ან არ აქვს. შესაბამისად ეს სქესთან კავშირში არ არის. ანუ სექსუალურობა კაცშიც შეიძლება არსებობდეს და ქალშიც. და კაცშიც შეიძლება არ არსებობდეს და ქალშიც. ამიტომ ამის დათრგუნვა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პრობლემაა. სხვაგან იჩენს თავს, ცუდი ფორმით იჩენს თავს, თქვენს შვილებში იჩენს თავს, ამიტომ თქვენი სექსუალურობის სადღაც დამარხვა, ვფიქრობ, არასწორია. ვიღაცა შეიძლება ამ აზრს არ დაეთანხმოს, მე ასე ვფიქრობ და თუ თქვენც ფიქრობთ ისე, როგორც მე ვფიქრობ, მაშინ გამოიწერეთ ეს არხი და შემდეგ ვიდეოებსაც დაელოდეთ, დაესწარით ფასკუნჯი გურა მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლის ლექციებს, კურსებს და იქ ერთად ვიმსჯელოთ მსგავს და სხვა კიდევ თემებზე. თუ არ ფიქრობთ ისე, როგორც მე ვფიქრობ, რა ვიცი, მაინც გამოიწერეთ.